ამის პარალელურად აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პარსელმა აშშ საელჩოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. 3 ათწლეულზე მეტია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიდგინა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობდით ქართველ ხალხთან და ქართველ ინსტიტუტებთან. ქართველები და ამერიკელები მხარდახარ შრომობდნენ ორი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ამის უახლესი მაგალითია გასულ კვირას ჩვენი შეხვედრა ფოთში, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საზღვაო პორტის გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის DFC-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. შეერთებული შტატები ურყევად უჭერს ხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ფიქრობ, არ მჭირდება ბევრი საუბარი იმ დიდებულ საქმეებზე, რაც საქართველოს და შეერთებულმა შტატებმა ერთად განახორციელეს. რადგან ამ საღამოს აქ შეკრებილთაგან ბევრი სწორედ ის ადამიანია, ვინც ეს ყველაფერი რეალობად აქცია და დღესაც აგზელებს ამ გზას. მადლობას გიხდით პარტნიორობისათვის. ჩვენ ერთობლივ მიღწევებში არაფერია იმაზე თვალსაჩინო, ვიდრე ის მომენტები, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ხარდახარ ასრულებდნენ ურთულეს მისიებს საზღვარგარეთ. მათმა სიმამაცემ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დააახლოვა. ჩვენ უდიდესი მადლიერებით ვიხსენებთ იმ ქართველ და ამერიკელ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს ამ საერთო სამსახურში. ეს არის მსხვერპლი, რომელიც მჭიდროდ აკავშირებს ჩვენს ერებს. დაბადების დღეს გილოცავ ამერიკა და გაუმარჯოს საქართველოს, განაცხადა ალან პარსელმა. ჯონდი, რა სიტყვი ამ ყველაფერზე? მე შეგნებულად ორი პარალელი გავავლე, ორი საქართველოს პარალელი. პრეზიდენტი მიდის ირანში, ამერიკის დღეს ზეიმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობი.